გორის საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის თანაშემწის პოსტს კვლავ ნათია ომაძე იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან აღნიშნულ პოზიციაზე ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დანიშნულიყო, ომაძეს გათავისუფლების ბრძანება ამ დრომდე არ მიუღია. შესაბამისად, იგი დღეს სამსახურში 9 საათზე გამოცხადა და დაკისრებულ მოვალეობას უძღვება. ცნობისთვის ირაკლი ოქრუაშვილის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოქრუაშვილმა და მეტრეველმა დაადასტურეს. ყველაფერი ჩვეულებრივ, ყველაფერი გრძელდება. ნათი ომაძე არის ჩვეულებრივ ჩვენი თანამშრომელი. ამიტომ მოვლენებს ნუსწრებ წინასწარ თუ რამე კიდევ შეიცვლება, დაგაგებინებთ და აკეთებთ გინდათ რომ წინასწარ განცხადებები განცხადებას განთავისუფლება გასაგებია, მაგრამ უმუშევარი არავინ არ დარჩება. ამიტომ რაღაც პროცედურები გვაქვს გასავლელი და დაგვაცადეთ. კარგით? ცოტა ხანი გვადროვეთ, რაღაცეები არის კიდევ დასაზუსტებელი და დავამთავროთ ეს ყველაფერი. ამ წუთში ჩემი თანაშემწე ისევ არის ნათია ომაძე. ამ დრომდე ბრძანება გათავისუფლების თაობაზე მე არ ჩამბარებია, არც კანცელარიაში არ შესულა და შესაბამისად სამართლებრივად ითვლება, რომ ისევ ვიკავებ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციას. დღეს დილიდან გამოვცხადდი ჩვეულ დროს სამსახურში, ეს ბრძანება არ მინახავს და ვაგრძელებ მუშაობას.